სენაკში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჯარაძე და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესი კუსიდი იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე გაეცდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების საჭიროებებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებზე. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, დევნილთა საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისი რეაგირება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ვაგზელებთ შეხვედრებს რეგიონში, კომპაქტურ ჩასახლებებში, სადაც ჩვენი დევნილები ცხოვრობენ, ჩვენი მიზანია მათთან შეხვედრა და იმ გამოწვევების დადგენა, რომელზეც შემდეგ ჩვენ მოვახდენთ რეაგირება, შევიმუშავეთ პოლიტიკას, რომელიც მორგებული იქნება მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. ბატონი გიორგი ჯინჯარაძის ვიზიტი სენაკში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში იყო ძალიან საინტერესო და ღრმად შინაარსიანი, ძალიან ყურადღებით ესაუბრნენ თითოეულ ადამიანს, ვინც კი მივიდა მათთან, თავისი ჭირის გასაზიარებლად, რაღაც პირადი პრობლემებით და ასე შემდეგ. ჩვენ გვჯერა მისი, რაც მთავარია.